ძალეთი გავაგრძელებთ მიწოლას, ძალიან კარგი დარტყმული იყო, მაქსიმალურად ახლოს ვართ 1 მეტრი ალბათ ლელომდე. აბულაძეც ელოდება იქ გადაყრაში შევიდა, ცოტა დადგა ახლა ჩვენი შეტევა და ისევ აიღე და მიეძალე და სპანდერაშვილი, თუ არ ვცდები, ილია სპანდერაშვილი, რომელმაც თავისი ჯანის ხარჯზე გადადო და გაიტანა მატჩი პირველი ლელო. 5-0 დავალოდოთ გარდასახვის შესრულებას. რიჩარდ კოკერილმა გააკეთა განცხადება მატჩის წინ იმის თაობაზე, რომ ესპანელები საკმაოდ კარგი და სწრაფი გუნდია, მათ გადმოდეთ უკან ჯარიმის უპირატესობით კვლავ სარგებლობენ ესპანელები და ნახოთ როგორ შეტევას, როგორ შეუტევენ ახლა ესპანელები, კარგი მიძალება ძალიან. კიდევ ერთი დარტყმა მასპინძლების. სულ რამოდენიმე მეტრი რჩება ლელომდე. 9 მეტრი დაახლოებით და როგორც ჩანს ლელო ძალიან სწრაფად შეძლო ესპანეთის ნაკრებმა გათანაბრება დღევანდელ მატჩში. ლელოს ავტორი პირველ ხაზელი არის. თუ არა, ეს მე მგონი მეორე ხაზელია და მანექს არიკეტა. ეს კაცი იყო თბილისშიც, თუ არ ვცდები, ბაიონას ღირსებას იცავს არიკეტა და ეს უკვე მესამე კეპი არის მისი ესპანეთის ნაკრებში. ისიც ვთქვათ, რომ საკმაოდ დიდია კლასის სხვაობა ესპანეთსა და თუნდაც იგივე ნიდერლანდებს შორის და საკუთარ მოედანზე რა თქმა უნდა ბოლომდე შეეცდებიან ესპანელები ბრძოლა. მოეწყო შერკინება, მივეცით ბიძგი სწრაფადვე გამოიტანა ლობჟანიძემ. სწრაფი შეტევა, ნინიაშვილი გადააწოდა კახოიძეს, აკრიფას ისტრაფე. მიუახლოვდით მეტოქის 22 მეტრიანს. პაპუნაშვილი იყო ის მორაგბე, კვესელაძემ ძალიან კარგად მოიპარა ბურთი, იქვე ამოუგდო ვასკა ლობჟანიძეს და წინვალე ლელო მატჩის მე-15 წუთზე მარცხენა უკიდურეს კუთხეში კვესელაძის შესანიშნავად დანახული სივრცე თვითონ შეუტია ვასკა ლობჟანიძემ, მიყვა შესანიშნავად ასევე შუამარფს და გაიტანა წინვალე ლელო. პასუხეთ ესპანელებს. რა თქმა უნდა, ვაგრძნობინებთ მოედნის ყველა მონაკვეთში და ყველა ეპიზოდში, რომ დღეს ბორჯღალოსნები ჩასული არიან. მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე მეტრით ლობჟანიძე კვლავ მარჯვნივ გაიშალა შეტევა ნინიაშვილი, პაპუნაშვილი, თუ კვესელაძე ეს მორაგბე. კარგი ოფლოუდი აკრიფას ისტრაფე ტაბუცაძემ და აკა ტაბუცაძის მორიგი ლელოს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. შესანიშნავად ითამაშა აკა ტაბუცაძემ, იქ 1-1-ზე დარჩენილი. ყველა დროის 10 საუკეთესო მელელოების შორის და აღმოჩნდება ნამდვილად სახელოვანი და ლეგენდარული ზელანდიელი მორაგბეების გვერდით. ძალიან კარგად ითამაშა ესას დარტყმას. წესით ისეთი პოზიციაა, რომ არ უნდა გაუჭირდეს ესპანელთა მგეზავს ამ ჯარიმის და გატანა და ასეც ხდება ესპანელების 10 ნომერი გონსალო ვინუესა. დარტყმა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა 13-15 ორქულამდე შეძლეს სხვაობის შემცირება მასპინძლებმა. საკუთარ ნაკრებს ბრწყინვალე ჯარიმა, ახლა კარკაძეს მართებს კარგი დერეფნის მოწოდება, გადავიდა თამაში მოლში. მივეცით ბიძგი განზე მიიწევს სმოლი, დავძარით, ვაწვევით წინ და შესანიშნავი ლელო ვანო კარკაძის. ვანო კარკაძე შეფრინდა მეტოქის ლელოს მოედანში, დაამიცა ბურთი და ანგარიში გახადა 20-13. ძალიან ლაღი, საინტერესო, გახსნილი თამაშია, ორივე უტყავენ კარში. დავჯარიმდით ორჯერ და გამოიყენეს შესანიშნავად ესპანელებმა ორივე ზუსტი დარტყმა შეასრულეს. უკვე 4 გატანილი ლელო გვაქვს 25 წუთისთვის მათ. ირლანდიასთან სადაც 10-23 დავთმეთ. დღემდე ქონდა 37 კეპი და ჯამში 88 ქულის მოგროვება შეძლო. მივიღეთ უპირატესობა, გამოიტანა თავის თავზე აიღო ივანიშვილმა თამაში ლობჟანიძემ თავადვე შეუტია ჯაფარიძეს და დიდი ალბათობით აღარავით არის დიდი ალბათობით ეს არის ლელო. შესანიშნავი ლელო გავიტანეთ, აქ მცირე გაწევ-გამოწევა იქნება, მაგრამ ეს არაფერი რაგბში არის ხოლმე. ესეთი დაძაბული მომენტები მთავარია დროულად განიმუხტოს და აღმოიფხვრას ეს შეხლა შემოხლა.
ხო, ესპანელებსა და ქართველებს შორის კი ხშირად ხდება ხოლმე, პრაქტიკულად არ მახსენდება მატჩი, სადაც მსგავსი pushing someone off the ball and you have escalated it. You're both going to the bin. You go first, after you go please now. And number 13, you've escalated out of here. Yeah, can you come in and escalate after you go please? ხო, კომუნიკაცია შედგა საჯმა მოუწოდა იმისკენ რომ გამოდით და ითამაშეთ და ესეთ მომენტები არ გაამწვავათო, გააგდო ყვითელი ბარათით. ამის გამო ორივე მათგანი ყვითელი ბარათით დაისაჯა ჩვენი მხრიდან. გვესმის საქართველოს შეძახილები, როგორც ჩანს, ქართველი გულშემატკივრებიც მრავლად არიან სტადიონზე. ნინიაშვილის გარდასახვა ზუსტია, კიდევ 2 ქულით გაიზარდა ანგარიშის ხოვობა 13-29. კაძე ინტერვალში წავიდა პირდაპირ გადალახა უპირატესობის ხაზი, მაგრამ ცოტათი შეგვინელდა შეტევის ტემპი. შეუტია ამჯერად მისმა თანაგუნდელმა ჯაფარიძემ, ლობჟანიძემ აიღო ბურთი გაჭრა ხაზი, თავად მიწევს მიყოლა და დავით ნინიაშვილი გახდა მორიგი გატანილი ლელოს ავტორი. პირველი კაპიტნობა ოფიციალური კაპიტნის რანგში დავით ნინიაშვილმა ვიტყოდი და ისევ გაწევ გამოწევა როგორც ჩანს. როდესაც თამაში და ანგარიში ვერ მოყვებიან ესპანელები, The last one, I told you players continue to leave the pitch. These two players have been identified as escalating matters. They're both going to the bin. 4 after you go first. And 10 after you go. იგივე ზუსტად იგივე ჯარიმა ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზეო და აბა ვნახოთ. I will put down in my report there's an allegation of a gouge and then you dealt with after the game. Let me be very clear, lads. I'm fully prepared to keep. ჯერ ბაბუნაშვილი გააძევა და შემდეგ ესპანელი კონფლიქტის გამწვავებაზე თავისუფლა ხელი ამოაგდო ბურთი, უბრალოდ მიმყოლი არავინ არ ყავდა. აბუცაძის შესანიშნავი მოქმედებები, აკრიფას ისრაფე აკატა აბუცაძემ და გაიტანა მისი 46-ე ლელო. შესანიშნავად ითამაშა ქართველმა გარემარბ კრისტიან კალენი და ჯო როკოკოკო ლეგენდარული ზელანდიელების გვერდით. ამჯერად პაპუნაშვილი ემზადება გარდასახვის შესასრულებლად. პაპუნაშვილის გარდასახვა ზუსტია, კიდევ 2 ქულით გაიზარდა. არანაირად არ უნდა მივცეთ უფლება ლელოს დადების. კარგი იქნებოდა უჯარიმოდ დაგვეცვა თავი, მაგრამ მოგვიწია ჯარიმის აღება. ბურთი ჯერჯერობით და ლელო გაიტანეს ესპანელებმა, ნუ აი ძალისმიერ რაგბიში ახლოს ეძალებოდნენ რა შედარებით ტანმორჩილი მორაგბის წინააღმდეგ აღმოჩნდეს და სწორედ აი აქ აღარ გასჭიროებია მეთიუ ფოლს მესამე ხაზეს 1 მეტრის გავლა და ბურთის დამიწება. გადაწყობა ვერ მოახერხე. მეორე ყვითელი ბარათი შესაბამისად. ხო, აი აქ რატომ იცეს გიორგი კვესელაძეს ყვითელი ბარათი და იმიტომ რომ მეორედ ჩაარტყა ბურთს ხელი, ისე რომ დაჭერის მცდელობა არ ქონდა და სწორედ ამიტომაც მიიღო მეორე ყვითელი ბარათი. პირველ ყვითელ ბარათს შეგახსენებთ, იქ გაწევ გამოწევა მოხდა და სწორედ კონფლიქტის გამწვავებაში და ჩვენს მოლს და ახლა შეაჩერეს. კარგი მიძალება ძალიან შემოურბინა. ნინიაშვილი და მორიგი ლელო დღევანდელ შეხვედრაში დავით ნინიაშვილის. შემოურბინა ყველას და ყველაფერს დავით ნინიაშვილმა და რიგით მეორე ლელო გაიტანა დღევანდელ მატჩში, რაც შესანიშნავი შედეგია, რა თქმა უნდა, მას აქამდე გატანილი ჰქონდა 11 ლელო, დღეს 2 ლელოც დაამატა და უკვე 13 ლელო მოუგროვდა ახალგაზრდა ბორჯღალოსანს დავით ნინიაშვილს, რომელმაც ღირსეულად გაართვა 10 ნომერზე თამაშს თავი. მისთვის უჩვეულო პოზიციაზე უწევს დღეს დავით ნინიაშვილი. 2-3 ფაზა გვინდა იმისთვის, რომ ლელო გავიტანოთ. კი, საპირისპიროდ ესპანეთს დიდი ძალისხმევის ჩადება დასჭირდა 2 ფაზიანი მორკინალების. ლელოს ავტორი და თავის კარიერაში რიგით მე-14 ლელო. ყვილად არ მოიხსენიებენ ნინიაშვილს როგორც ჯადოქარს, რაც არ უნდა ერთი შეხედვით რთული ჩანდეს, მისთვის ყველაფერი საკმაოდ მარტივად მოსახერხებელია. ეხლა ჩვენც რო უყურებთ საკმაოდ მარტივად
შანსი პაპუნაშვილს გაიტანოს გარდასახვა, ამ ყველაფერს ძალიან კარგად და ზუსტად აკეთებს. პაპუნაშვილის ბოჭვა არაზუსტია და გაუცუდდა ბოლო დამცველს ბოჭვა, შედეგად მივიღეთ გაშვებული ლელო. თქოს ცოტა სიჩქარე დააკლდა პაპუნაშვილს, ძალიან მოიპოვა ბურთი მოლის დაყენების მცდელობა, მცირე წინსვლა გვაქვს, მაგრამ ჯარიმის უპირატესობა დაჯარიმდნენ ესპანელები. კვათაძე თავად წაიღო კვათაძემ და მორიგი ლელო. თუ არ ვცდები, პირველი ლელო კვათაძის ნაკრებში შესანიშნავად ითამაშა შავი ლომის კვაჭმა, რომელიც გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში, ხელის კვრით 10 seconds. 10 წამი დარჩა პაპუნაშვილს იმისთვის, რომ შეასრულოს გარდასახვა და ძალიან ზუსტია პაპუნაშვილი. მე მგონი, რომ 100%-იანი საბოლოო ანგარიში არ არის და კიდე გვაქვს შანსი მეტი ლელოს გატანის. რა თქმა უნდა, თუმცა მანამდე ესპანელები გვიპასუხებენ კიდევ ერთი. ხო, ესეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება, იმიტომ დაუბრუნდათ ბურთი ესპანელებს, თავიდან გაათამაშეს. წაიკითხა გელამ ძალიან კარგად ესპანელების შეტევა, ტაბუცაძე არც თუ ისე კარგი მირთმა და დრო გასულია, წარმატებულ თამაშად შევაფასებთ მაინც დღევანდელ მატჩს 62-32 დავამარცხეთ ესპანელები შინ მადრიდში, გავიტანეთ რა 10 ლელო 4-ის წინააღმდეგ და გავინაღდეთ როგორც ნახევარფინალის საგზური, ასევე ის რომ ნახევარფინალი ჩატარდეს ჩვენთან თბილისში.